დღეს სპორტის სამინისტროში კალათბურთის ფედერაციის რიგარეში ყრილობა ჩატარდება. ყრილობაზე ფედერაციის ახალი წესდების დამტკიცება იგეგმება. წესდება იმ კრიტერიუმებს შეიცავს, რომლის მიხედვითაც არჩევნებში მონაწილეები განისაზღვრებიან, თუმცა შესაძლოა ყრილობის მონაწილეთა ნაწილმა დოკუმენტს მხარი არ დაუჭიროს. ორგანიზაციის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატების აზრით მოქმედი პრეზიდენტი ბესიკლი პარტელიანი არჩევნებში კიდევ ერთხელ გამარჯვებას წესდებაში შეტანილი ცვლილებებითა და საკუთარი მხარდამჭერებისთვის ხმის უფლების მიცემით ცდილობს. ფედერაციის ხელმძღვანელობა ცდილობს ფიქტიურად შექმნილი ორგანიზაციებით, რომლებიც ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში შეიქმნა, მათი საშუალებით შექმნას უმრავლესობა და გაიტანოს ის წესდება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ფიბას რეკომენდაციებს და წესდებას და ქართულ კანონმდებლობას. ჩვენი მიზანი არის ეს არ დაუშვათ, იმიტომ რომ არსებობს დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს შესაბამისობას ქართულ კანონმდებლობასთან და შესაბამისად ფედერაციასთან საერთაშორისოსთან. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად დაინტერესებულ მხარეს შეუძლია ვთქვათ იმ შემთხვევაში თუ აქვს საფუძვლიანი და კანონიერი ეჭვი ამ აღნიშნული გადაწყვეტილებით არის დარღვეული ქართული კანონმდებლობის მოთხოვნები იმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს ვთქვათ რომ შეაჩეროს ვთქვათ აღნიშნული წესდების დარეგისტრირება ან შემდგომში სასამართლოს.